მოგესალმებით მეგობრებო და მინდა შემოგთავაზოთ შეპირებული ბლოგი, რომელიც ეძღვნება ამ ისტერიკას, რომელიც ისტერიკაც არის ატეხილი საქართველოში ძაღლის უფლებებთან დაკავშირებით. თავშივე მინდა ვთქვა, რომ აბსოლუტურად როგორც ყველა ნორმალური ადამიანი და ნორმალური საზოგადოება უნდა ემიჯნებოდეს ნებისმიერ სადიზმს, ნებისმიერ წამებას და ნებისმიერ ძალადობას, რა თქმა უნდა, მეც ცხოველის მიმართ იქნება ეს ჩადენილი თუ ადამიანის მიმართ იქნება ჩადენილი წამება, რა თქმა უნდა, ვიმიჯნები და დასაგმობი არის. მაგრამ აქ არის ერთი ძალიან საინტერესო მომენტი. ადამიანები, რომლებიც გამოდიან ცხოველთა უფლებების დასაცავად და განსაკუთრებით მანდილოსნები, თვითონ და დედობრივი გრძნობები ამოძრავებთ, წევიან და კევიან, რომ აი თურმე ძაღლებს წვავენ ცოცხლად, თურმე ქვეყანაში გენოციდია. არასდროს ხმას არ იღებენ ეს ადამიანები აი ესეთ ფაქტებზე, როგორი ფაქტებიც არის მაგალითად საქართველოში 10 წლის მანძილზე დაღუპული 4300 ახალშობილი. არა აქვს მნიშვნელობა ეს წინა მთავრობის დროს იქნება თუ ახალი მთავრობის დროს, მაგალითად იგივე, როდესაც 800 ბავშვი კვდება ყოველწლიურად და 300 ჩვილი, მათ შორის იმის გამო, რომ შესაბამისი კვების საშუალებები და ვიტამინების მიცემა არ შეუძლია ოჯახს. ამ დროს ძაღლის გენოციდით შეშფოთებული ადამიანები დუმან. ასევე დუმან ეს ადამიანები, როდესაც საქართველო აბორტების მხრივ 2020 წელს მსოფლიოს პირველ ადგილზე იყო. 1000 ფეხმძიმე ქალზე 80 აბორტი მოდიოდა, რაც პროცენტულად კატასტროფულად ყველაზე დიდი მაჩვენებელია. ამიტომ თავიდანვე ვთქვი მე, რომ ეს ყველაფერი იყო უბრალოდ იდეოლოგიზირებული პროტესტი, ისეთივე პროტესტები, როგორიც გვინახია ჩვენ საქართველოში ეგრეთ წოდებული ვითომ და ქალთა უფლებების დასაცავად, ვითომ და LGBT თემის დასაცავად, ზუსტად იგივე ხელწერით არის ეს ყველაფერი, ამიტომ ჩემს გვერდზე დავწერე პატარა სარკაზმით პოსტი, რომელიც ეძღვლებოდა ძაღლის მიერ დაკბენილ სამწოფიანი ადამიანის ბედს. რასაც, რა თქმა უნდა, აი ამ მზრუნველი დედობრივი გრძნობით შეპყრობილი ადამიანების ისტერიკა მოყვა, არ ვიცი, წყევლა, კრულვა, გინება, შეურაცხყოფა, რაც წარმოუდგენელია საერთოდ ადამიანიდან და მით უმეტეს ქალიდან. არ ვიცი, მთელი კორიანტელი დადგა, ამიტომ გადავწყვიტე, რომ იმ ადამიანებისთვის, რომელი ადამიანებიც მართლა დარდობენ იმ პატარა ცუგებზე, რომელიც არ შეიძლება ადამიანს არ გქონდეს განცდა მიუსაფარი პატარა ძაღლის მიმართ. მაგრამ რომელთა ჯანსაღია ესეთი დამოკიდებულება, ზოგადად აი ესეთის ბროდის მიერ ხდება გამოყენებადი სხვადასხვა საფარ-ქვეშ. მე მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის არაფერი ახალი, ჩვეულებრივი მოვლენა არის, რომელიც ჩვეულებრივი მოვლენაც აქამდე გვინახია საქართველოში, ეს არის LGBT უფლებების, ფემინიზმის და ცხოველების უფლებების დამცველების ერთობლიობა, რომელთა იდეოლოგიას აქვს ძალიან ღრმა ფესვები და ეს ფესვები ფილოსოფიური კავშირით არის ერთმანეთთან შეკავშირებული. ვითომ თითოეული მოძრაობის წევრი გამოდის ჩაგვრის წინააღმდეგ, წამების წინააღმდეგ, ძალადობის წინააღმდეგ და აი ამ პერიოდში ერთმანეთის სოლიდარულები არიან. სინამდვილეში ეს ხალხი არის აგრესიული ნეოლიბერალური ჯგუფი, რომლებისთვისაც ეს ყველაფერი არის ანაზღაურებადი და მინდა გითხრათ, რომ თუ აქამდე საქართველოში ესეთი აქციები ფინანსდებოდა ადამიანის უფლებების კუთხით, დღეს ფინანსდება ეს ყველაფერი ცხოველთა უფლებების კუთხით და მინდა გაჩვენოთ ეს ორგანიზაცია და ძალიან გთხოვოთ, რომ დაიმახსოვროთ ამ ორგანიზაციის სახელი Best Animal Friend, ცხოველების საუკეთესო მეგობრები, ძალიან გთხოვთ დაიმახსოვროთ.
ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ამას გაიგებთ ბლოგის ბოლოში. იმიტომ არ გეუბნებით, რომ ბლოგი გინდა თუ არა ბოლომდე ნახოთ. ყველაფერს უნდა გავყვეთ სინქრონულად და უნდა გავყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ. საიდან იწყება ეს ყველაფერი, რა საფუძვლები გააჩნია და დღევანდელ რეალობაში რა რეალობა არის. მინდა იცოდეთ, რომ აი ამ ორგანიზაციის მისამართი არის შეერთებულ შტატებში. არის ცხოველების უფლებათა დამცველი ორგანიზაცია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ესე რომ ვთქვათ, მენებს იჭრიან აი ამ ცხოველების უფლებათა დასაცავად. მანამდე მინდა გითხრათ, რომ ბლოგი დაყოფილი მაქვს ძირითადად 5 ნაწილად. პირველი ნაწილი განკუთვნილი არის რელიგიური საკითხისთვის, რომ ბევრმა არ დაგვიწყოს საუბარი, ეს წაიკითხე, ის როგორ წაიკითხე რელიგიაში, ბიბლიაში და სახარებაში. როგორ და რანაირად არის მოხსენიებული ძალთან დამოკიდებულება, ეს პირველი ნაწილი. მეორე ნაწილი, ეს არის წარმართობა და მითები, საერთოდ ძაღლების მიმართ, როგორი დამოკიდებულება იყო ძველ სამყაროში, მითოლოგიაში, ასევე შევეხებით ოკულტიზმს და მე-20 საუკუნის შავი ჭირის პერიოდში, ფაშიზმის პერიოდში ძაღლების და ფაშისტების ურთიერთობას და მათ შორის კავშირს, ასევე შევეხებით უკვე მე-20 საუკუნეში სექტანტიზმს, სექტანტიზმიდან გამოწვეულ ასკულტურას, რაშიც არის ეს ყველაფერი ასახული და შევეხებით დღევანდელ რეალობას ბოლოში, რომელიც უფლებათა დამცველი ორგანიზაციის სახით მოქმედებს საქართველოში. ამიტომ, ჩემო კარგებო, გამოიწერეთ ბლოგი, გაუზიარეთ აბსოლუტურად ეს ბლოგი ყველას, ვისაც ცოტა კითხვები გააჩნია ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან თქვენ ამ ბლოგში ნახავთ არგუმენტირებულ პასუხებს ნებისმიერ კითხვასთან დაკავშირებით, რომლის გადამოწმებაც ძალიან მარტივად შეგიძლიათ. და სხვათა შორის მინდა ერთი თავშივე განმარტება გავაკეთო აი ამ ყველაფრის შემაჯამებელი არ შეიძლება უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს ადამიანი წუხდე და განიცდიდე ძაღლების გენოციდს, ეს ცალკე საკითხი არის ამის დამწერმა, ძაღლების გენოციდი, არ ვიცი რა იგულისხმება, რომელიმე კონკრეტული ჯიშის ძაღლებს წყვეტდნენ, რომელიმე თუნთიანად ძაღლების ამოწყვეტა უნდოდათ და ხალხს არ ადარდებდეს 800 ჩვილი 300 შიმშილით გარდაცვლილი 77,000 მოშიმშილე ბავშვი, რომელიც იუნისეფის კვლევით არის აქ მითითებული და არ ადარდებდეს ჯერ არ დაბადებული ბავშვების აი ესეთი უმოწყალო, უღმერთო და მოდი რელიგიასაც თავი რო დავანებოთ, ასეთი მასიური მკვლელობა ქვეყანაში. და ამაზე საზოგადოებას არასდროს პულსი არ ისიჯებოდეს, არც წინა მთავრობის დროს, არც დღევანდელი მთავრობის დროს. და მინდა ერთი რაღაცა ხაზგასმით აღვნიშნო, როდესაც აი წამების და ძალადობის წინააღმდეგ ესენი ერთ წივილ კივილს მართავდნენ ეს ძაღლების უფლებათა დამცველები და ეს ფუჩუკუტუ ორგანიზაციები მთავრობის კანცელარიის წინა დღით 3 აპრილს გავიდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე ფილმი იმ სექტების და იმ დაჯგუფების შესახებ, რომლებიც წლების მანძილზე საქართველოში უპრობლემოდ ცხოვრობდნენ და ახორციელებდნენ თავიანთ საქმიანობას, რომლებსაც ყავდათ არაერთი მსხვერპლი, გიგაავალიანის სიცოცხლეს მათ შეიწირეს და სამწუხაროდ უამრავი უბედურება ჰქონდათ კისერზე, რომლებსაც სახელმწიფო მიზანმიმართულად წლების მანძილზე ხელსაფარებდა როგორც უშიშროება, ისე პროკურატურა, ისე გამოძიება და სასამართლოც. აი ამათ მეძაღლეების აქციაზე ერთი სიტყვა არ თქმულა ადამიანების მიმართ. ამიტომ ჩემო კარგებო, ეს ყველაფერი არის ჩვეულებრივად იდეოლოგიზირებული
ახალი სატყუარა შემოგდებული საქართველოში ცხოველთა უფლებების დაცვით, ხოლო რა საფუძვლები უდევს და საიდან მოდის ეს ყველაფერი ამ იდეოლოგიის, ამას თქვენ გაიგებთ ამ ბლოგში. ვიწყებთ პირველი ბლოკით, ჩვენი ბლოგის პირველი ნაწილით, ეს არის რელიგია, ქრისტიანული რელიგია და ქრისტიანულ რელიგიაში ძაღლების მიმართ ადამიანის დამოკიდებულება, როგორი არის თავად უფლის და რას მოგვიწოდებენ, თუ ღმერთი გვწამს, წმინდა მამები, თავად უფალი, საერთოდ ძაღლის მიმართ დამოკიდებულებისთვის. ბიბლიაში ძაღლი უმეტეს შემთხვევაში გამოიყენება სიმბოლური და უარყოფითი მნიშვნელობით. იგი ხშირად აღნიშნავს უწმინდურობას, სულიერ დაცემას, მტრობას, შეურაცხყოფას ან იმ ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც არ აფასებენ წმინდას და ღვთიურ ჭეშმარიტებას. ძველი და ახალი აღთქმის ტექსტებში ძაღლი არ არის წარმოდგენილი როგორც პოზიტიური სიმბოლო და თითქმის ყოველთვის ატარებს ნეგატიურ ან დამამცირებელ კონტექსტს. ბიბლიის სხვადასხვა წიგნში ეს სიტყვა გამოიყენება როგორც პირდაპირი მეტაფორა მტრების, ბოროტი ადამიანების, ცრუმოძღვრებისა და სულიერი სიბინძურის აღსანიშნავად. ბიბლიის ტექსტების აკადემიური და ტექსტოლოგიური ანალიზის მიხედვით, სიტყვა ძაღლი ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენიება დაახლოებით 30-დან 35-მდე მუხლში, ხოლო მთლიანად, ყველა ფორმის ჩათვლით, მისი რაოდენობა დაახლოებით 40-მდე აღწევს. უარყოფითი მნიშვნელობა განსაკუთრებით ხშირია ძველ აღთქმაში, სადაც ძაღლი ხშირად ასოცირდება ლეშის მჭამელობასთან, შეურაცხყოფასთან და მტრების დამცირებასთან, ხოლო ახალ აღთქმაში იგი გამოიყენება სულიერი იგავისა და სიმბოლური გაფრთხილებების კონტექსტში, სადაც აღნიშნავს იმ ადამიანებს, რომლებიც უარყოფენ სიწმინდეს ან ცრუსწავლებით მოქმედებენ. როგორც ნახეთ, ძაღლის თავად როგორც ასეთი არსების ხაზგასმა ბიბლიაში და სახარებაში განსაკუთრებით არის განხორციელებული ღორთან ერთად. თუმცა ღორზე მეტად ძაღლი არის დაგმობილი მაინც. კარგით, ეს ბიბლია და ქრისტიანული რელიგია. ახლა გადავინაცვლოთ ადრე ქრისტიანულ ეპოქაში და ძველ ეგვიპტეს გადავხედოთ. ჩავიხედოთ ძველი ეგვიპტის მითოლოგიაში და რას აღმოვაჩენთ იქ? თუ როგორი დამოკიდებულება იყო ძაღლთავიანი ადამიანების მიმართ. ანუბისი იყო ძველი ეგვიპტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღმერთი, რომელიც უკავშირდებოდა სიკვდილს, მიცვალებულთა სამყაროს და მუმიფიკაციის პროცესს. მას ხშირად გამოსახავდნენ ადამიანის სხეულით და ჯაკალის ან ძაღლის მსგავსი თავით, რადგან ეგვიპტელებს სჯეროდათ, რომ ასეთი ცხოველები სასაფლაოებსა და სამარხების ირგვლივ მოძრაობდნენ და ამიტომ ისინი სიკვდილის სამყაროსთან იყვნენ დაკავშირებული. ანუბისი ითვლებოდა მიცვალებულთა დამცველად და მეგზურად, რომელიც სულებს ეხმარებოდა ქვესკნელში გადასვლაში და იცავდა მათ ბოროტი ძალებისგან. მას ასევე მიაწერდნენ მუმიფიკაციის რიტუალების ზედამხედველობას, რადგან ეგვიპტელებისთვის სხეულის შენარჩუნება აუცილებელი იყო იმისთვის, რომ სული სიკვდილის შემდეგ არსებობას განაგრძობდა. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმოდგენის მიხედვით, ანუბისი მონაწილეობდა გულის აწონვის სცენაში, სადაც გარდაცვლილის გული იწონებოდა სიმართლის ბუმბულთან, რათა დადგენილიყო, იყო თუ არა ადამიანი მართალი ცხოვრებაში და სწორედ ამ პროცესში ანუბისი ასრულებდა მსაჯულისა და დამცველის როლს. დროთა განმავლობაში მისი ფუნქციები ნაწილობრივ გადაეცა ოსირისს. თუმცა ანუბისი მაინც დარჩა მიცვალებულთა სამყაროს ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ და სიკვდილის რიტუალების მნიშვნელოვან ღვთაებად ძველ ეგვიპტურ რელიგიაში. ვეპავეტი იყო ძველი ეგვიპტის ღმერთი, რომელიც ითვლებოდა გზების გამხსნელად და ხშირად ასოცირდებოდა როგორც ომთან, ასევე გარდამავალი სამყაროს პროცესებთან, განსაკუთრებით სიკვდილის შემდეგ გზის გახსნასთან. მას ჩვეულებრივ გამოსახავდნენ ჯაკალის ან ძაღლის მსგავსი თავიდან, მთლიანად ცხოველის სახით, რადგან ეგვიპტელებისთვის ეს ცხოველი დაკავშირებული იყო უდაბნოს სივრცეებთან, მოძრაობასთან და უხილავ სამყაროსთან. ვეპავეტის მთავარი ფუნქცია იყო გზის გაკვალვა როგორც ფიზიკური, ისე სულიერი მნიშვნელობით, რაც ნიშნავდა, რომ იგი წინ მიუძღოდა ჯარებს ბრძოლაში და ასევე მიცვალებულთა სულებს ეხმარებოდა ქვესკნელში უსაფრთხოდ გადაადგილებაში. მას ხშირად უწოდებდნენ გზების გამხსნელს, რადგან იგი სიმბოლურად ხსნიდა ახალ შესაძლებლობებს, გამარჯვებასა და გადასვლას ერთი მდგომარეობიდან მეორეში. ზოგიერთ წარმოდგენაში უეპოუტი ითვლებოდა ოსირისის წინამორბედ ძალად, რომელიც ამზადებდა სივრცეს გარდაცვლილთა სამყაროში მისასვლელად და წესრიგს ამყარებდა ქაოსის წინააღმდეგ. დროთა განმავლობაში მისი კულტით შეერწყა სხვა მსგავს ღვთაებებს, განსაკუთრებით ანუბისის კულტს. თუმცა უეპოუტი მაინც დარჩა ეგვიპტური მითოლოგიის მნიშვნელოვან სიმბოლოდ, როგორც გზის გახსნის, გამარჯვებისა და სულიერი გადასვლის ღვთაება. ძაღლთავიანი ადამიანები ასევე გვხვდებიან ძველ ბერძნულ მითოლოგიაში. საინტერესო არის ის მომენტი, რომ არც ისე შორს საქართველოსთან. როდესაც არგონავტები საქართველოში გამოემგზავრნენ, მათ რთული გზა უნდა გაევლოთ.
მათ შორის ძაღლთავიანთა კუნძულიც. აღსანიშნავია ის მომენტი, რომ როდესაც არგონავტებმა ოქროსაწმისი გაიტაცეს და მედიაცთან გაიყოლეს, უკან დაბრუნებისას ორი გზა ჰქონდათ დარჩენილი. ერთი გზა, რომელიც ზუსტად ძაღლთავიანების კუნძულთან ახლოს უნდა გასულიყო და მეორე გზა შედარებით უსაფრთხო. მაშინ ბერძნებმა ესეთ დიდ ბოროტებას და ეშმაკობას მიმართეს. მათ მედიას მდევრად გამოდევნებული ძმა აფსირტე ამ უსაფრთხო კუნძულზე გაატყუებიეს. ვითომ და აქ და გამომიხსენია. ხოლო შემდეგ ზურგიდან ხანჯლის დარტყმით მოკლეს. ბერძნებმა ქართველების წესი კარგად იცოდნენ. აფსირტე ნაწილ-ნაწილ აკუწეს და თელს კუნძულზე მოაბნიეს, რადგან იცოდნენ ქართველების ბუნება. თუ ისინი ადამიანს მთლიანად არ შეაგროვებდნენ, მაშინ მას არ დამარხავდნენ. ამიტომ აფსირტეს მოკლით და მისი სხეულის აკუწვით მათ დრო მოიგეს და გზა ელადისკენ გააგრძელეს. არგონავტების მოგზაურობის ყველაზე ვრცელ წყაროში აპოლონიოს როდოსელი ახსენებს უცნაურ ნახევრად მხედრულ ტომებს. მიუხედავად იმისა, რომ კოლხეთისკენ მიმავალ გზაზე ძირითადი აქცენტი ამორზალებზე ან ხალიბებზე კეთდება, გვიანდელ კომენტარებსა და მასთან დაკავშირებულ მითებში ძაღლთავიანები მოიაზრებიან შავი ზღვისპირეთის პონტოს შორეულ, ველურ ნაწილებში მცხოვრებლებად. ეხლა კი რაც შეეხება ოკულტიზმს. მე-20 საუკუნეში სოფლიოში გაჩნდა გერმანული ფაშიზმი, რომელიც იდეოლოგიასთან ერთად ასევე ოკულტურ მიმდინარეობას წარმოადგენდა. მასში ძაღლებს განსაკუთრებული როლი ეკავათ. ეს ყველაფერი ძველ ევროპულ მითოსს უკავშირდება, რომელიც მეფე ოდინის მსახურ ძაღლებს ეხებოდა, რომლებიც მეფეს იცავდნენ და სუფთა სისხლი ჰქონდათ, ასევე ძალიან ერთგულები იყვნენ. ოკულტისტმა ფაშისტებმა ეს ყველაფერი თავიანთ რიგებში დანერგეს და განსაკუთრებით SS-ის ოფიცრებში. ზოგადად ფაშისტებს ძაღლების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება გააჩნდათ. ისინი ძაღლებს ცდილობდნენ ძაღლებისთვის წერა-კითხვაც კი ესწავლებინათ და სხვათა შორის აქტიურად იყენებდნენ მეორე მსოფლიო ომში. მაგრამ ძაღლს გერმანული ფაშიზმისთვის და თავად ფიურერისთვის განსაკუთრებით საკრალური დანიშნულება ჰქონდა. თუ რატომ? ამას იხილავთ აი ამ ნაწილში. ეზოთერული ჰიტლერიზმი და შავი მზე. ზოგიერთი ნეოწარმართული და რადიკალური ოკულტური ჯგუფი, რომელიც ანტიქრისტიანულ პოზიციაზე დგას, ძაღლს განსაკუთრებით მგელს ან ნაგას განიხილავს როგორც სუფთა სისხლისა და ერთგულების სიმბოლოს. ისინი ამას უკავშირებენ ძველ გერმანულ მითოლოგიას, სადაც ძაღლები მგლები მაგალითად გერი და ფრეკი ღმერთ ოდინის თანამგზავრები იყვნენ. მგლისა და ძაღლის სიმბოლიკა შავ მზეში. შავი მზე წარმოადგენს იმ საკულტო სიმბოლოს, რომელიც ვეველსბურგის ციხესიმაგრის, SS-ის იდეოლოგიური ცენტრის იატაკზეა გამოსახული. ამ ოკულტურ მიმდინარეობაში ძაღლისებრთა კულტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რაც პირველ რიგში მაქციას ვერვოლფის პრინციპში გამოიხატება. ეს არ იყო მხოლოდ პარტიზანული დაჯგუფების სახელწოდება, არამედ ადამიანის თავის პირვანდელ, ველურ და მტაცებლურ საწყისებთან დაბრუნების იდეა. ამ იდეოლოგიის მიხედვით ქრისტიანობამ ადამიანი მოათვინიერა და დაასუსტა, მგლისა და ძაღლის კულტი კი მასში სწორედ იმ დაკარგულ ბუნებრივ ძალას აბრუნებს. ამ მისტიკურ კავშირს კიდევ უფრო ამყარებს სიკვდილამდე ერთგულების ფენომენი, რაც SS-ის მთავარ დევიზშიც აისახა. ჩემი ღირსება ერთგულებაა. აღნიშნული ლოზუნგი პირდაპირ პარალელს სწავლებს ძაღლის ბუნებასთან, რადგან ეზოთერულ ჰიტლერიზმში ძაღლი მიიჩნევა ერთადერთ არსებად, რომელსაც შეუძლია აბსოლუტური და უპირობო ერთგულება თავისი ბელადის ფიურერის მიმართ. ამგვარად, ცხოველური ინსტინქტებისა და ბრმა ერთგულების სინთეზი ამ მოძრაობისთვის ზეკაცის ჩამოყალიბების ერთგვარ საფუძვლად იქცა. გერმანული ფაშიზმის გარდა ძაღლების როლი ჯადოქრობაში, შამანობაში და სხვა
ეშმაკის რიტუალებში არ ახალი იყო როგორც აფრიკული ტომებისთვის, ასევე სხვადასხვა სექტებისთვის. სექტები თავიანთ წევრებს იდეოლოგიასთან ერთად უნერგავდნენ სწორად მოქმედების გეგმას. ამიტომ ამ ყველაფერს კრიმინალური შემთხვევებიც მოყვებოდა, რომელიც ზუსტად სექტანტობიდან იყო გამოწვეული. და მასში ძაღლს გადამწყვეტი როლი ეჭირა. ნახეთ ეს ნაწილი, რომელიც შეეხება უშუალოდ სექტებს, ჯადოქრობას და აი ამ ყველაფრიდან გამომდინარე ჩადენილ მძიმე დანაშაულს. ჯადოქრობა. უილიამ სიბრუკი იყო მკვლევარი, რომელიც რეალურ ოკულტურ სექტებსა და მათ ბნელ პრაქტიკებს სწავლობდა. თავის ნაშრომში ჯადოქრობა ის აღწერს ეგრეთ წოდებულ ძაღლი ადამიანების რიტუალებს, სადაც სექტის წევრები ტრანსის მდგომარეობაში ძაღლებს ემსგავსებოდნენ და მათ ცხოველურ, პირველყოფილ ძალას სცემდნენ თაყვანს. ეს მისტიკური პრაქტიკა მიზნად ისახავდა ადამიანური ცნობიერების დათრგუნვასა და იმ ინსტინქტური ენერგიის გაღვიძებას, რომელსაც ეს არსებები განასახიერებდნენ, რაც ამ სექტას ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ და საზარელ ფენომენად აქცევდა ოკულტიზმის ისტორიაში. ბოროტების კულტი. ეს შემთხვევა უფრო კრიმინალურ ისტორიას განეკუთვნება, თუმცა მას აშკარა სექტანტური საფუძველი გააჩნია. ცნობილი სერიული მკვლელი დევიდ ბერკოვიცი ამტკიცებდა, რომ დანაშაულების ჩადენას მას მეზობლის ძაღლი, სახელად ჰარვი აიძულებდა, რომელშიც მისი რწმენით დემონი იყო ჩასახლებული. მოგვიანებით გაჩნდა თეორია, რომელსაც ჟურნალისტი მორის ტერი თავის წიგნში აბსოლუტური ბოროტება იკვლევდა. ამ ვერსიით ბერკოვიცი მარტო არ მოქმედებდა და ის სინამდვილეში ფარული ანტიქრისტიანული სექტის წევრი იყო. აღნიშნული დაჯგუფება ძაღლებს რიტუალური მსხვერპლშეწირვისთვის იყენებდა და მათ დემონურ მაცნეებად მიიჩნევდა, რაც მკვლელობების სერიას არა ფსიქოპათის მანიად, არამედ ორგანიზებული ოკულტური მოძრაობის ნაწილად აქცევდა. რა თქმა უნდა, ლიტერატურის გარეშე შეუძლებელია ამ გრძნობიარე საკითხს გვერდი აუარო. მსოფლიო ლიტერატურა სავსე არის ძაღლების მიმართ როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მოთხრობებით, წიგნებით, ლექსებით, პოემებით და ესე შემდეგ. მაგრამ მე განსაკუთრებულად სამ ნაშრომზე გავაკეთებდი აქცენტს. ორს ახლა შემოგთავაზებთ. ერთს კი ბლოგის ბოლოს. გენიალური ჯორჯ ორუელი, რომელიც თავის გენიალურ შემოქმედებაში ცხოველების ფერმა ძაღლების როლს და ფუნქციას კაფიოდ, განსაზღვრულად და პირდაპირ წერდა. თუმცა ასევე საინტერესო არის ერთ-ერთი ბესტსელერი წიგნის, რომლის ავტორიც კლიფორდ სმაიკია და მას ქალაქი ქვია ქალაქ საუარო გვერდი. ამ ქალაქში საოცრებები ხდება. ადამიანები თანდათან ქრებიან. მათ ადგილს ძაღლები იკავებენ. ძაღლებს ადამიანები ზეგანათლებული ინტელექტს უტოვებენ, ამიტომ ძაღლების სამყაროში ადამიანის ადგილი უფრო მითიურია, ვიდრე რეალური. ნახეთ ესეც და კარგად დაუკვირდით. ჯორჯ ორუელი. ცხოველების ფერმა. მიუხედავად იმისა, რომ ჯორჯ ორუელის ალეგორიულ რომანში დიქტატორულ ძალაუფლებას ღორები ფლობენ, ძაღლები წარმოადგენენ იმ ჩაკეტილ სექტას, დამსჯელ რაზმს, რომელიც სისტემას ძალადობისა და შიშის მეშვეობით ამყარებს. ნაწარმოებში ძაღლები პირველივე დღეებიდან იზოლირებულად იზრდებიან, რაც მათ ბრმა მორჩილებისა და აგრესიის სიმბოლოდ აქცევს. ფაქტობრივად, მათ გარეშე დიქტატურა ვერ იარსებებდა, რადგან სწორედ ეს ძაღლური ერთგულება და დაუნდობლობაა ის საყრდენი ძალა, რომელიც ნებისმიერ განსხვავებულ აზრს ახშობს და ფერმაში სასტიკ წესრიგს ინარჩუნებს. კლიფორდ საიმაკი, ქალაქი. კლიფორდ საიმაკის ქალაქი მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია, რომელიც დედამიწაზე ძაღლების ერის დადგომას აღწერს. სიუჟეტის მიხედვით, კაცობრიობა ნელ-ნელა ქრება. ადამიანები ჯერ ქალაქებს ტოვებენ, საბოლოოდ კი საერთოდ წყვეტენ არსებობას. მათ ნაცვლად პლანეტაზე რჩებიან ძაღლები, რომლებსაც ადამიანებმა სპეციალური ოპერაციების მეშვეობით ლაპარაკის უნარი და მაღალი ინტელექტი შეძინეს.
ამ ახალ სამყაროში ძაღლებს საკუთარი ლეგენდები და წმინდა ტექსტები გააჩნიათ, სადაც ადამიანი მითიურ არსებად არის ქცეული, რომლის რეალურობისაც ბევრს აღარ სჯერა. ისინი კაცობრიობას აღიქვამენ როგორც ღმერთებს ან უცნაურ უძველეს სექტას, რომელმაც მათ მემკვიდრეობად მთელი ცივილიზაცია დაუტოვა. ამგვარად, ნაწარმოები გვთავაზობს ფილოსოფიურ ხედვას სამყაროზე, სადაც ადამიანური მორალის ნანგრევებზე ძაღლების მშვიდობიანი და ჰარმონიული ეპოქა იწყება. ამ ნაწილში კი თქვენ ყურადღებას განსაკუთრებით ვითხოვ. რადგან მე მინდა თქვენ გაგაცნოთ სექტა, რომელიც სექტაც რეალურად ამ ყველაფრის ანი და ჰოვეა დღესდღეობით. საბოლოო სამსჯავრო პროცესის ეკლესია. ის ასე მოიხსენიებოდა. შეიქმნა მე-20 საუკუნეში. მოქმედებდა ოფიციალურად 1970-იან წლებამდე. შემდეგ გაქრა. თუმცა რა ბედი ეწია, რას ჩადიოდა და სად არიან დღეს, ამას ახლავე გაგაცნობთ. საბოლოო სამსჯავროს პროცესის ეკლესია. The Process Church of the Final Judgment. საბოლოო სამსჯავროს პროცესის ეკლესია. 1960-70-იან წლებში მოღვაწე ყველაზე ცნობილი და გავლენიანი სექტაა, რომელიც ხშირად ასოცირდებოდა სატანიზმსა და ანტიქრისტიანულ იდეოლოგიასთან. ამ ორგანიზაციის ვიზუალური იდენტობის განუყოფელ ნაწილს გერმანული ნაგაზები წარმოადგენდნენ. სექტის წევრები ქუჩაში ხშირად შავი მოსასხამებითა და დიდი შავი ნაგაზების თანხლებით ჩნდებოდნენ, რაც მათ მისტიკურ იერსახეს უსვამდა ხაზს. მათი ფილოსოფიის მიხედვით, ძაღლი ძალაუფლების, შიშისა და საბოლოო სამსჯავროს სიმბოლოს განასახიერებდა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა დაუმტკიცებელი ჭორები ძაღლების რიტუალური დანიშნულებით გამოყენების შესახებ, ფაქტია, რომ ამ ჯგუფმა უდიდესი გავლენა მოახდინა შემდგომდროინდელ სატანისტურ ესთეტიკაზე. მათ მიერ დამკვიდრებული სახე. შავი სამოსი და მტაცებელი ცხოველი. დღემდე რჩება ოკულტური მიმდინარეობების ერთ-ერთ მთავარ ვიზუალურ მახასიათებლად. საბოლოო სამსჯავროს პროცესის ეკლესია 1970-იანი წლების შუახანებში დაიშალა, რასაც წინ უძღოდა შიდა განხეთქილება, რის შედეგადაც ორგანიზაციამ სახელი შეიცვალა და განვითარების სრულიად სხვა მიმართულება აირჩია. საინტერესო ფაქტია, რომ ამ საზარელი რეპუტაციის მქონე სექტის ნარჩენებისგან ჩამოყალიბდა დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოზიტიური საქველმოქმედო გაერთიანება. ცხოველთა საუკეთესო მეგობრების საზოგადოება Best Friends Animal Society. მათ სრულიად უარყვეს ძველი მისტიკური იდეოლოგია და თავიანთი რესურსები თუ ენერგია მთლიანად ცხოველების გადარჩენის, მათი დაცვისა და კეთილდღეობისკენ მიმართეს, რითაც რადიკალურად შეცვალეს საკუთარი ისტორიული მემკვიდრეობა. აი მეგობრებო, რაც ბლოგის თავში გითხარით, იცანით ორგანიზაცია, იცანით მათი საქმიანობა, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, როდესაც სავლე მოულოდნელად პავლეთ იქცა. გადაყარა საშინელი აგრესიული ძაღლები, ყველანაირი რელიგიური რიტუალები, მხოლოდ და მხოლოდ სიკეთის ნიღაბი მოირგო და მას შემდეგ ქველმოქმედი გახდა. თუმცა ჯერ სამყაროს არ უნახია ამ სექტის მართველების მიერ მონანიებული დანაშაულებები. შეიძლება ჩავთვალოთ, როგორც ხდება საერთოდ მე-20 საუკუნის ლიბერალიზმის ეპოქის აყვავებაში ნიღბის ცვლილება. მათ უბრალოდ ნიღაბი ჩამოიხსნეს, სხვა ნიღაბი მოიდგეს და კეთილშობილური იდეებით დღემდე ოფიციალურად აგრძელებენ მუშაობას. თუმცა რეალური სექტა არსად არ წასულა. ისინი მიწის ქვეშეთში გადავიდნენ, სადაც მის საქმიანობას დღემდე წარმატებულად ახორციელებენ. თუმცა ამჯერად უკვე არაოფიციალური სახით. ოფიციალური სახით კი ის ხდება, რასაც ჩვენ თბილისის ქუჩებში ვხედავთ. ნახეთ ეს ეპიზოდიც. იატაკქვეშა და კულტურული მემკვიდრეობა. მიუხედავად იმისა, რომ ორიგინალური ორგანიზაცია ოფიციალურად აღარ არსებობს, მისი იდეები და სიმბოლიზმი იატაკქვეშა კულტურაში დღემდე ცოცხლობს. ამის ერთ-ერთი გამოხატულებაა ნეოპროცესორების გამოჩენა. მცირე ოკულტური ჯგუფებისა, რომლებიც სექტის რიტუალებისა და ფილოსოფიის აღდგენას ინტერნეტ ფორუმებსა თუ დახურულ გაერთიანებებში ცდილობენ. პარალელურად, ბევრი თანამედროვე სატანისტური ორგანიზაცია აქტიურად იყენებს მათთვის დამახასიათებელ ვიზუალურ სტილს, რაც შავი ნაგაზების, შავი მოსასხამებისა და სპეციფიკური მისტიკური სიმბოლიკის გამოყენებაში გამოიხატება. ეს ესთეტიკა განსაკუთრებით პოპულარულია პოპ კულტურასა და მძიმე მუსიკის. კერძოდ, ბლეკ მეტალის სუბკულტურაში, სადაც ძაღლის, როგორც ბოროტების მაცნესა და იმ ქვეყნიური ძალების სიმბოლიზმი
სიმბოლოს კულტი დღემდე აქტუალობას არ კარგავს. ამგვარად, სექტის მემკვიდრეობამ ტრანსფორმაცია განიცადა და თანამედროვე ოკულტურ თუ მუსიკალურ მიმდინარეობებში ჰპოვა ასახვა. რაც შეეხება ბოლოს სიტყვას. მოკლედ, ბოლოს ჩემოგარგებო, მინდა შემოგთავაზოთ დიდი რუსი წერლის ბულგაკოვის შემოქმედება. ძაღლის გული. რომელშიც დეტალურად არის აღწერილი და ნაწინასწარმეტყველები ის, რაც ხდება დღეს ადამიანის და ცხოველის შეზავება. ბულგაკოვმა უწყინარი ცხოველი, კეთილი ძაღლი და ადამიანი შეაზავა ერთმანეთთან. თუმცა ამ ექსპერიმენტის შედეგად მიიღო რაღაც საშინელი ჰიბრიდი. ხალხს ეს სატირული ფანტასტიკა ცოტა სხვანაირად ესმოდა და ესმის. მათ შორის ბოლშევიკებს, რომლებიც თვლიდნენ, რომ ბულგაკოვი საბჭოთა კავშირისთვის საშიში პიროვნება იყო. რადგან ბულგაკოვი ისი ამ შემოქმედებით აჩვენებდა ფორმირებულ ახალ სოციალურ გენდერს, რომელშიც უბრალოდ ადამიანის და ცხოველის ნაზავი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ის შეიძლება ბოროტი ქმნილების სახით არ იყო წარმოჩენილი, იყო ადამიანი მორალის, ზნეობის, სინდისის, ნამუსის და ყოველგვარი ადამიანური თავშეკავების გარეშე. ასე რომ ჩემოკარგებო, მეც ძალიან მიყვარს ცხოველები. განსაკუთრებით ძაღლი. ასევე ხარი. მაგრამ არასდროს ადამიანმა ცხოველს იმაზე დიდი დანიშნულება არ უნდა მიანიჭო, რაც იმას უფალმა მიანიჭა სამყაროს არსებობის ისტორიაში. არ უნდა გარდაიქმნე ბულგაკოვის შარიკოვად. და 21 საუკუნეში მით უმეტეს, როდესაც ყველაფერი ხელის გულზე გიდევს, არ უნდა დაემგვანო შარიკოვის მოდგმას. ასე რომ ადამიანებს, რომლებსაც ძალიან მოგეწონათ ჩემი ტერმინი ძაღლმადიდებლობასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ და აი ამ ადამიანებს, რომელი ადამიანებიდანაც აწი აღარაფერი აღარ გამოვა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ბლოგსაც ნახავენ, შეგიძლიათ შარიკოვიჩები დაუძახოთ. ახლა კი ნახეთ ეს ნაწილი, მე მინდა დაგემშვიდობოთ. დიდი მადლობა გითხრათ ყველას ყურადღებისთვის. თუ მოგწონთ ეს ბლოგი, გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ და თუ კი მოიწონებთ, მომავალშიც შემოგთავაზებთ მსგავს ბლოგებს. მეც სტიმული გამიჩნდება, რომ ჩემ ნამუშევარს აქვს შედეგი. ახლა კი იხილეთ დასკვნითი სიტყვა. მიხეილ ბულგაკოვი, ძაღლის გული. მიხეილ ბულგაკოვის ძაღლის გულში მთავარი აქცენტი გადატანილია იმ საზარელ ექსპერიმენტზე, რომლის შედეგადაც ძაღლი ადამიანის სხეულში გამეფდა და საკუთარი წესების დამყარება დაიწყო. ამ პროცესის იდეალურ განსახიერებას პოლიგრაფ შარიკოვის პერსონაჟი წარმოადგენს, რომელიც ოპერაციის შემდეგ გარემოცვაში ძალაუფლების მოპოვებასა და თავისებური იერარქიის შექმნას ცდილობს. მისი ქცევა და დამოკიდებულება გარე სამყაროსთან ერთგვარ სოციალურ სექტანტიზმს ჰგავს, სადაც ცხოველური ინსტინქტები და ახალი სოციალური იდეოლოგია ერთმანეთს ერწყმის. შარიკოვის მაგალითი ნათლად აჩვენებს იმ ტრაგიკომიკურ და საშიშ შედეგებს, რაც ბუნებრივი წესრიგის ხელოვნური დარღვევითა და ძაღლური ბუნების ადამიანურ ამბიციებთან გაიგივებით მიიღება.